Adelphi NYC და FA Paris ყავს ნინო ბურჯანაძე და ანა ოქროპირიძე, ნინო ამერიკიდან, ხოლო ანა პარიზიდან. წინ გვესაუბრებიან სტუდენტურ ცხოვრებაზე, როგორია ამ ქალაქებში სწავლა. კაი, დავიწყოთ. პირველი შეკითხვა იქნება სტუდენტური ცხოვრება და კულტურა. როგორია სტუდენტური ცხოვრება უნივერსიტეტში, რით განსხვავდება ნიუ-იორკულ, პარიზული სტუდენტობა ერთმანეთისგან? აი, დავიწყებ მე პირველი მოგესალმებით ყველას. ძალიან დიდი პატივია, რომ ვარ დღეს თქვენთან ერთად. დიდი მადლობა მოწვევისთვის. როგორც თქვა, ვსწავლობ Adelphi უნივერსიტეტში ნიუ-იორკში პოლიტიკურ მეცნიერებებზე, ვარ მეოთხე კურსზე. და უნივერსიტეტს ახლა დავამთავრებ 2 თვეში შესაბამისად ამ 4 წლის განმავლობაში დიდი გამოცდილება დამიგროვდა სტუდენტური ცხოვრების, რაღაც ჩართულობის და მოკლედ ამ საკითხებში გარკვეული ვარ. ჩემი პირადი გამოცდილებიდან ანა თავის გამოცდილებაზე მოგიყვებათ. ვიტყვი, რომ კონკრეტულად Adelphi საკმაოდ მრავალფეროვანი არის სხვადასხვა სტუდენტური პროგრამებით. მე პირადად მაგალითად ვარ სამ კლუბში. ერთ-ერთი კლუბი არის სხვათაშორის საერთაშორისო სტუდენტთა სოციუმი, International Student Society, რომლის პრეზიდენტი ვარ უკვე მეორე წელია და ეს არის ყველაზე დიდი ორგანიზაცია, კლუბ, სადაც ყველას შეუძლია გაწევრიანება, განსაკუთრებით და რა თქმა უნდა, საერთაშორისო სტუდენტებს, რაც ჩემთვის პირადად ძალიან დიდი კომფორტია, იმიტომ რომ ეს არის რაღაც ჰაბი, სადაც შეგიძლია მიხვიდე, გაიცნო სტუდენტები, ვისაც უმეტესობას შენაირი გამოცდილება აქვს ჩამოსვლის ამერიკაში შეგუების და მოკლედ აი ამ რაღაც საერთო თემებზე ვსაუბრობთ და ვაწყობთ სხვადასხვა კულტურულ ივენთებს. შესაბამისად, ეს ორგანიზაცია ამ საკითხების გარშემო ტრიალებს. ასევე გვაქვს კონკრეტული პროგრამები, Honors College, გვაქვს Livermore Global Scholars, რომელში ვარ მე, და აი ამ კლუბის სტუდენტური government-ის ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი წინა წელს. ეს უფრო ეხება, ეს კონკრეტული ორგანიზაცია უფრო ეხება აი social justice, აი სხვადასხვა აქტივიზმი, სხვადასხვა საკითხებზე და აი ასეთი განხრით მუშაობთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან, ვაწარმოებდით fundraiser-ებს. შესაბამისად, რა ინტერესის გაქვს რეალურად ჩემს უნივერსიტეტში შეგიძლია ნებისმიერი კლუბი ნახო რა, თუ წიგნების კითხვა გიყვარს, გვაქვს book club და ამაში ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს. მე მგონი ეს იყო რაღაც სტუდენტური ცხოვრების შესახებ. თვითონ Adelphi-ზე რო გითხრათ, იმიტომ რომ ბევრს გონია, რომ Adelphi, რადგან ვამბობთ, რომ ნიუ-იორკია, გონიათ, რომ ნიუ-იორკი სიტიში არის. ნიუ-იორკი, დიდი შტატია, შესაბამისად, როცა ვამბობ, რომ ნიუ-იორკში სწავლობ, შეიძლება იყოს upstate-ში, მე Long Island-ზე ვარ და მანჰეტენიდან ვარ 40 წუთის მოშორებით. შესაბამისად, აი ეს city life აქ არ გვაქვს, მაგრამ რეალურად მატარებელში რო ჩაჯდები და რაღაც 40 წუთში იქნები მოკლედ მანჰეტენზე, შუა მანჰეტენზე და ეგეც კარგი შესაძლებლობა არის, რომ თქვათ კვირის განმავლობაში იყო უნივერსიტეტში, კამპუსზე და მე წახვიდე და გაერთო. ამიტომ ძალიან მოკლედ ეგ არის ჩემი გამოცდილება. აქვე ვიტყვი, რომ კიდე ყავდა ნიუ-იორკიდან Adelphi-დან ჩაწერილი მარიამ ჯაზამია და links YouTube-ის ასეულ მაგ-ვიდეოს დავუთავ აღწერაში. შეგიძლიათ მის ასე ვთქვათ ჯურნალისტებს გაიცნოთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა, თვითონ საუბრობდა როგორც აქედან წასვლიდან მთლიან განსაკუთრებით რა ყველაფერი როგორ გაამზადა, ძალიან საინტერესოა. კაი, ანა, ეხლა შენ რო გითხრა, აი იმით რაც მოყვა აქედან გამომდინარე, აი რა განსხვავებებია, მან თუ არა მეუპირატესობა, ან პირიქით, რა ვიცი, შეიძლება რამ პრობლემატური იყოს უფრო. პირველ რიგში მეც მოგესალმებით ყველას და ჩემთვისაც ძალიან პატივია რომ ვარ ახლა თქვენთან ერთად და რაც შემეხება მე და ჩემ უნივერსიტეტში მე ვარ ასასის უნივერსიტეტის საინჟინრო სკოლაში. ეს ფლად უნივერსიტეტი არ არის, ეს არის საინჟინრო სკოლა და ზოგადად საფრანგეთში არის ორი ტიპის დაწესებულება, ერთი არის Grande École და მანდ ვარ მე, ეს ცოტა უფრო პატარა და უფრო აი სპეციალიზაციას სადაც გადიხარ და უფრო სხვანაირი პროგრამები გვაქვს და უფრო სხვანაირი დიპლომიც არის და პროგრამის ახლა რა თქმა უნდა განსხვავებულია. და ჩვენთან უნივერსიტეტში რაც არის აი ზუსტად ეგ რომ მრავალფეროვნებას და აი ამ უცხო სტუდენტებს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ იმის მიუხედავად რომ მე ვარ ახლა ფრანგულ პროგრამაზე და ფრანგულად ვსწავლობ და ფრანგებთან ერთად ვარ. აი ეს საერთაშორისო გამოცდილება მაინც მაქვს, იმიტომ რომ ჩვენ უნივერსიტეტში აი ანალოგიურად არის ზუსტად რომ არის ძალიან ბევრი კლუბი, ისინი ასოციაციები და
მეც ვარ ანუ ყველაზე ერთ-ერთი დიდი ასოციაცია არის ეგ ზუსტად უცხოელების ანუ ეს International ასოციაცია რაც არის და მეც უკვე მეორე წელი ვარ ვიცე-პრეზიდენტი ამ ასოციაციის და მაგის გარდა პროგრამებს რაც შეეხება მე ვარ ინჟინერია და კიბერსაფრთხოებაზე და რაც არის ახლა განსხვავებული სხვა ზოგადად უნივერსიტეტებისგან ის არის რომ ვართ საერთოდ ამ თელ ფაკულტეტზე 30 კაცი და უფრო ყველა ერთმანეთს ვიცნობ და ეს ცალკე ჯგუფები არ არის დაყოფილი უფრო არის აი ვთქვათ საკლასო ოთახები არის ეს დიდი აუდიტორები დიდად ჩვენ არ გვეხება და არც ჩემ პროგრამას არ ეხება დიდად და მაგის გარდა რაც შემიძლია ვთქვა რომ ესეც ჩემი უნივერსიტეტი არ არის პარიზში ოცნავ გარეუბანშია და ზუსტად მეც ახლა რომ გავიხილებ ის პარიზული ის არ მოგხედი არ მოქვს მეც ზუსტად აი რომ გავდივარ სახელი და სულ ეს კერძო დასახლებები და რაღაცები მაქვს და მეც თუ მომიდებ ახლა პარიზში ზუსტად 20 წუთი მინდა მეტროთი ეს არის და ის დაახლოებით ერთი და იგივე რაღაცები სოკონც მაგრამ მაგ შემთხვევაში მაინც ხან იმას უპირატესობა აქვს ალბათ ინგლისურად რო არის მასთან სწავლა შენ დამატებით ფრანგული სწავლა მოგიწია ხომ ან რო ჩაგებარებინ არის მან ინგლისური ფაკულტეტებიც ჩემ უნივერსიტეტში არის ინგლისური ფაკულტეტები ოღონდ რა თქმა უნდა განსხვავდება ფასიც და მოთხოვნაც დიდი არის და ახლა უცხოეთიდან ვისაც ირჩევენ ფრანგულ ფაკულტეტებზე ახლა მე უფრო ნაკლები კონკურენცია მომიწია იმიტომ რომ უფრო ნაკლები იყო მოთხოვნა ფრანგულ პროგრამაზე ფრანგების გარდა და აი ისეთი ფაკულტეტები რაც არის მაგათ რაც არ აქვს ისეთი უპირატესობები არის რომ თქვათ პროგრამა შეიძლება იყოს შედარებით მოკლე ან ისეთი ხარისხის და ისეთი ზონის არ იყოს იმიტომ რომ მაინც ახლა საფრანგეთში ფრანგული ფაკულტეტები და ფრანგული პროგრამა უფრო განვითარებულია ვიდრე ინგლისური. აი, მეორე შეკითხვაზე გადავიდეთ, არის აკადემიური სისტემა და საგნების სწავლების სტილი. როგორია სწავლების სტილი, რამდენი პრაქტიკულია, ინტერნაციონალურია ან ტექნოლოგიურად აღჭურვილი? ალბათ ამასთან ჯობია, იმიტომ რომ უფრო რელევანტურია კიბერუსაფრთხოებასთან და ინჟინერიასთან. ხო, მაგიტო. რუსში რაც არის, ჩემი პროგრამა რაც არის და რაც შედარებით განსხვავებული პროგრამა, იმიტომ რომ ჩემთან უნივერსიტეტში სხვადასხვა სახის დიპლომები არის და სხვადასხვა სახის პროგრამები. და ჩემი ფაკულტეტი რაც არის, ბაკალავრის დიპლომია და ჩვენ გვაქვს განსხვავებული პროგრამა საერთოდ. თან ახალი შემოღებულია ამ უნივერსიტეტში. და მეორე წელი არის, რაც ახლა იქნება მეორე გამოშვება. და მე ვიქნები მესამე გამოშვება, ვინც დამთავრებს ამ ფაკულტეტს და რაც შეგვეხება აი ეს როგორია საგნების გადანაწილება და შემდეგ გვაქვს მოდულებად დაყოფილი. მაგალითად, ანუ თელ წელზე არ არის გაწერილი ერთი საგანი, მაგალითად შეიძლება გქონდეს 30 საათიანი მოდული, ან 65 საათიანი მოდული, ან 90 საათიანი მოდული, ან შეიძლება ყველაზე პატარა 15 საათიანების გქონია და დღეში გვაქვს მარტო ერთი საგანი 5 საათი გვაქვს 5 საათის განმავლობაში გვაქვს მარტო ერთი საგანი და 5 საათის განმავლობაში გვაქვს პრაქტიკული ნაწილიც და თეორიული ნაწილიც შეიძლება შემოვიდეს ლექტორი აგვიხსნას ვთქვათ აი 1 საათის განმავლობაში ან საათნახევრის განმავლობაში და მე უკვე პრაქტიკაზე გადავდეთ ეგრევე თან მით უმეტეს ახლა ჩემ ფაკულტეტზე თეორიული ნაწილი დიდად არ არის შეიძლება ისეთი საგანი მქონდეს რომ თეორიულ ნაწილს საერთოდ არ შეიცავდეს და პირდაპირ პრაქტიკა იყოს და მაგის გარდა ტექნიკურად აღჭურვილია ჩემი უნივერსიტეტი და ყველანაირი სახის აი ყველაფერი გვაქვს მაგალითად MacBook-ების ოთახი და Mac-ის ოთახი და მარტო აი ვინც მაგაზე მუშაობს მაგას შეუძლიათ შესვლა ანუ გვაქვს კიდე აი სხვადასხვა ტიპის კომპიუტერებზე სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობის ოთახები გვაქვს და ყველაფერი არის ძალიან კარგი დონის და ანუ მაღალი შეფასებაც აქვს მაგითო ოკეი, მესამე შეკითხვა. ყველასათვის საინტერესო დაფინანსება და სტიპენდია. შენ რა ვიცი? შენთან თუ არის რამე ტექნოლოგიური მიმართულება, რატომაც? მე და არა, ანუ ეხა ტექნოლოგიური აღჭურვილობით მშობლებრივი უნივერსიტეტია, ბიბლიოთეკა და კომპიუტერებით, მაგრამ თვითონ კურიკულუმზე რო ვილაპარაკო, Adelphi-ის აქვს liberal arts კურიკულუმი რა, რაც ნიშნავს, რომ ანუ სტუდენტმა რომ დაამთავროს უნივერსიტეტი, ჭირდება 120 კრედიტი, მაგრამ ამ 120 კრედიტიდან ჩვენი ფაკულტეტისთვის განკუთვნილი, ანუ ჩვენ მაგალითად პოლიტიკური მეცნიერების კრედიტი შეიძლება იყოს მარტო 50 კრედიტი, ანუ რეალურად იმაზე ნაკლები, ანუ
ნახევარზე ნაკლები რა, 50%-ზე ნაკლები. რაც ნიშნავს იმას, რომ მთელი ამ 4 წლის განმავლობაში უნდა გავიარო ანუ საბუნებისმეტყველო ისინი საგნები, მაგალითად პირველ სემესტრში მქონდა ფიზიკა და მათემატიკა პირველ სემესტრში, რო ჩამოვედი და მეთქი ანუ აქედან ვერ დავამთავრებ ამ სემესტრს, იმიტომ რომ საერთოდ მოულოდნელი იყო, ახლა მეთქი პოლიტიკურ მეცნიერებაზე, კიდე ფიზიკას რა დავსწავლობ თქო. ეხლა მაგალითად ამ შეხვედრის მერე მაქვს public speaking-ი წინა წელს რა ბალეტის ლექცია მქონდა რომ arts requirement შემოსვა, ამიტომ ძალიან აი მრავალფეროვანია მაგ კუთხით და თუ ვიღაცას ეხლა მაგალითად ისმენს და არ იცის რაზე უნდა რომ ისწავლოს, რეალურად შეგიძლია რომ რამდენიმე სემესტრი, ან რაღაც თუნდაც ერთი სემესტრი რამდენიმე საგანი აიღო იმ დეპარტამენტში, რაც გაინტერესებს და ნუ არ იცი შენია თუ არა და მიხვდები მაგალითად პირველი კურსის მეორე სემესტრში სოციოლოგია ავიღე, ფსიქოლოგია ავიღე და ნუ კიდე რაღაც სხვადასხვა ანუ introduction level კლასები, რომ მეთქი აბა გავიგო რა როგორ მომეწონება. შესაბამისად მაგ თავისუფლებას გაძლევს ეს უნივერსიტეტი, რომ მრავალმხრივი განათლება მიიღო. აჰა. კარგი, ეხლა ვახსენე დაფინანსება და სტიპენდიები, ან მაგ მიმართულებით თქვენ რა გზა გამოიარეთ და რას ურჩევდით მათ, ვისაც სურთ ძირითადად უბრალოდ ჩვენთან არიან დაფინანსებისკენ და რაღაც ასეთ შეჯიბრებში მონაწილეობენ, სადაც შეიძლება რომ დაფინანსება მოიპოვო. რაც უფრო დრო გადის, ხვდები რომ რაღაცნაირად შემეძლო რომ მეტი დაფინანსება მომეპოვებინა, მე ესე ვფიქრობ. მე მაქვს ახლა აკადემიკ სკოლარშიპ, რაც დაკავშირებული არის ჩემი სკოლის GPA-სთან. არსებობს სხვადასხვა სკოლარშიპები, აი მაგალითად დასაწყისში რო პროგრამა ვახსენე Livermore Global Scholars and Honors College რა, თუ მაგალითად მაღალი მოსწრება გაქვთ, ვინც ისმენს ახლა ამას, აუცილებლად როცა აგზავნით უნივერსიტეტში, ნუ კონკრეტულად ახლა Adelphi-ზე რო ვილაპარაკო, როცა აგზავნით Adelphi-ში აპლიკაციას, აუცილებლად დარეგისტრირდით, რომ ჩაერთოთ აი ამ ორ პროგრამაში, იმიტომ რომ ეს პროგრამები მე დამატებით სტიპენდიას გაძლევთ $3,000 თუ $4,000 თუ არ ვცდები, მაგრამ მაინც ახლა $3,000 თუ $4,000 ანუ რამდენიმე $1,000-ია რეალურად, რაც შეიძლება წაგადგეთ. შესაბამისად რა უნივერსიტეტში აგზავნით, ყოველთვის ანუ make sure რომ ანუ აადევნებთ თვალს შიდა სტიპენდიებს, არა რაღაც ზოგად admission სტიპენდიას, მაგრამ შიდა სტიპენდიებიც რაც შეიძლება რომ მოიპოვოთ ბევრი. ეგ ძალიან დაგეხმარებათ. კიდევ არსებობს need-based scholarship-ები, ანუ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ფიზიკურად არ აქვს შესაძლებლობა რომ გადაიხადოს უნივერსიტეტისთვის ფული, ანუ არანაირი შესაძლებლობა თუ არ გაქვს რეალურად უნივერსიტეტს შეუძლია რომ 100% დაფინანსება მოაქცეს, ეს need-based scholarship-ი. ასევე არსებობს და ძალიან მნიშვნელოვანია ეს scholarship-იც ათლეტებისთვის და სპორტსმენებისთვის, თუ რაიმე ინტერესი გაქვთ რომელ სპორტში, აი მართლა გთხოვთ, რომ რაღაც დონემდე მიიყვანოთ, იმიტომ რომ აქ იმდენ დაფინანსებას აძლევენ ათლეტებს სხვადასხვა სპორტში, აი მაგალითად ფეხბურთში სულ უცხოელი სტუდენტები ყავს და ძირითადად სპორტში ამერიკულ ფეხბურთზე ხო ალბათ არა, ჩვეულებრივ ფეხბურთი. ფეხბურთი, იმიტომ რომ ხა ფეხბურთი დიდად ეგეთი პოპულარული არ არის, შესაბამისად ამერიკელი მოთამაშეები დიდად არ გვყავს. სხვადასხვა უმეტესი კლუბი რაც გვაქვს კამპუსზე, გოლფი, ტენისი, კალათბურთი, ნუ ოკეი, კალათბურთი არა ამერიკელები არიან ძირითადად, მაგრამ ძალიან ბევრი უკეთ ესეთ სპორტულ კლუბში სულ უცხოელი სტუდენტები ჩამოყავთ და ამათი recruitment-ი ხდება და თუ გაინტერესებთ რომ თუ რაღაც ნიჭი გაქვთ, მოკლედ არ იფიქროთ, რომ მე ხა ამის დრო სადმე ექნება, ასე შემდეგ, იმიტომ რომ ესე შეიძლება იყოს გზა, რომ კარგი დაფინანსება მოიპოვოთ რეალურად რა. ხო, ეს რაღაც მოკლედ რომ მოგიყვეთ. აქ საფრანგეთში რაც არის, ძირითადად კი არა, ფრანგულ უნივერსიტეტებში, ფრანგულად სწავლა არის უფასო ყველგან. და შესაბამისად მეც რომ გამოვაგზავნე აქ უნივერსიტეტებში, სადაც უნივერსიტეტებში გავაგზავნე ყველგან ქონდა დაფინანსება, ანუ უფასოდ სწავლობდი და იმასაც მეფინანსებდნენ, რაც აი თავიდან ადმინისტრაციული რაღაცები რაც იყო. და ამ კერძო სკოლებში დაფინანსებები საერთოდ არ აქვთ, მაგრამ ყველაფერი არის ჩვენზე დამოკიდებული. თუ რა თქმა უნდა, კიდე არის რაღაცა სხვანაირი პროგრამები და სხვანაირი მიდგომები არის, მაგალითად შეიძლება რომ მუშაობდე უნივერსიტეტში სწავლასთან ერთად და ეგ ოღონდ ჩართული ხარ უნივერსიტეტის სპეციალურ პროგრამაში და უნივერსიტეტის გაცვლით პარტნიორ კომპანიებში შეიძლება მუშაობდე და ეგ კომპანიები ეხდიდნენ შენი სწავლის გადასახადს.
ამიტომ თუ კერძო სკოლაში უნდა ვინმეს სწავლა, ესეთ აი მე როგორც ვარ დიდ სკოლაში, მაშინ უმჯობესია ალბათ რომ ეგეთ რაღაც დაიწყოს, მაგრამ პირველ კურსზე და მეორე კურსზე მე არავის არ ვურჩევდი მაგას გაკეთებას, იმიტომ რომ იმდენად რთულია ყველაფერი და იმდენად ბევრი რაღაცას გავდივართ და თან ერთდროულად რომ ძალიან რთულია რომ ყველაფერს მოვყარო თავი ამ სწავლასაც და მუშაობასაც ერთდროულად და მაგის გარდა ფრანგული უნივერსიტეტებში ფრანგული პროგრამები ყველაფერი არის უფასო, რაც არის ძალიან კარგი ჩემი აზრით იმათთვის ვინც ფრანგულად ლაპარაკობს ან აქვს ბეერთი ბევრი დონე. იმიტომ რომ არის რაღაცა უნივერსიტეტები, სადაც ყველაზე მინიმუმ სიტყვენ ბეერთ დონეს და შეიძლება თვითონ მერე დაგიმატონ ფრანგული ენის გაკვეთილები ან ფრანგული ენის კურსები და მერე ისევ გააჩნია ალბათ ფაკულტეტს, იმიტომ რომ არის მედიცინაზე და ეგეთ ფაკულტეტებზე უფრო ითხოვენ მაღალ დონის ფრანგულის. ხო, აი შეიძლება რომ დავამატო უცებ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო რაღაც თქვი. Adelphi-შიც არის ეგეთი შესაძლებლობები. თუმცა ეს არის უფრო მაგისტრატურაზე, ანუ graduate assistant, GA არის ეგეთი. ოკეი, მოკლედ შეგიძლია რომ იყო ჩვეულებრივად მაგისტრატურის სტუდენტი, მაგრამ მუშაობდე Adelphi-ისთვის და რეალურად tuition-ს არ იხდიდე რა, ანუ შენი ხელფასი ასე ვთქვათ, მიდიოდეს შენს tuition-ში და ამიტომ ეგ მეც გამახსენდა და ჩვენც გვაქვს ეგეთი პროგრამა და სხვადასხვა კამპუსზე დასაქმებაც ძალიან დიდი საკითხია და Adelphi-ში ანუ თითქმის ყველა დასაქმებულია კამპუსზე, ვისაც ვიცნობ, ანუ მე პირველი კურსზე მუშაობ კამპუსზე, მინიმალური ხელფასი აქვს რეალურად საათში 16-დან $20-მდე გააჩნია სად მუშაობ, მაგრამ სტუდენტისთვის დაახლოებით შეგიძლია გააკეთო $100 რა, რაც ესევე კარგი შემოსავალია ხო, რაღაც ელემენტარული რო იყიდო. შეგიძლია მხოლოდ 20 საათი რო იმუშაო, იმიტომ რომ შეზღუდვა გაქვს როგორც საერთაშორისო სტუდენტს, მაგრამ ეგ შანსიც მოკლედ არსებობს, ვისაც გაინტერესებთ. ხო, თვითონ შემოიტანეთ ეს საკითხი, რადგან მინდოდა რომ ეხლა მისაუბრა არის კარიერული შესაძლებლობები და პრაქტიკა. ანუ როგორ ეხმარებიან მაგ საკითხში, რომ რაღაცა პრაქტიკის შანსები მისცენ ან უნივერსიტეტის კავშირი როგორია კომპანიებთან პროფესიული ქსელით? თან უნივერსიტეტში გეტყვი ხო როგორ არის გეტყვით. ჩვენთან პირველი კურსიდან სავალდებულო იყო რომ გაგვეხურა და რომ მიგვესა validation ამ პირველი წლისთვის სტაჟირება ქონდა სავალდებულო. მეორე კურსიც უბრალოდ იგივენერად არის რომ გვჭირდება სტაჟირების გავლა. ოღონდ მეორე კურსზე პლუს ემატება რომ გაცვლითი პროგრამითაც მივდივართ სხვაგან და მესამე კურსზე უკვე აი თვითონ იმ პროგრამაში გვთავენ როცა გვეწევს მუშაობა და სწავლა ერთდროულად. ამიტომ უკვე იქით აწილი და მესამე წლიდან უბრალოდ იგივე მომიწევს რაც წელანი ვლაპარაკე რომ ორი კვირა გვექნება ჩვენი რითმი ეგეთი იქნება რომ ორი კვირა ვიმუშავებთ და ერთი კვირა ვიქნებით უნივერსიტეტში. და თვითონ ამ კარიერულად როგორ გვეხმარებიან ძალიან ბევრი კონფერენციები გვაქვს, ძალიან ბევრი ატელიეები და ანუ ახლა იცი ნაკვირას ქონდა ზუსტად დიდი კომპანიები იყვნენ მოსულები ჩვენ უნივერსიტეტში, აი Microsoft-ი, Wharton-ი და ეგეთი დიდი კომპანიები და მოყავდათ მოყვანილი HR-ები და ქონდა განსაუბრებები და სიმულაციებიც იყო და ჩვენი CV-ები თქვენით დავუტოვეთ და ველაპარაკეთ და ზუსტად ანუ ჩვენ მესამე კურსზე რაც გვინდა მაგაზე ველაპარაკეთ, მაგრამ ნებისმიერ რაღაცაზე აი თუნდაც თუ ეძებენ აი თანამშრომლოს ანუ თვითონ უკვე სამსახურში ასაყვანად ან სტაჟირებაზეც ძალიან ბევრი საშუალება არის და ძალიან ბევრი შესაძლებლობა არის, რასაც ჩვენ უნივერსიტეტი გვაძლევს. მაგის გარდა გვაქვს კიდე სპეციალური ატელიეები, სადაც გვამზადებინებენ CV-ს, გვასწავლენ როგორ ვილაპარაკოთ ან LinkedIn-ზე თუნდაც აი როგორ დავპოსტოთ ან როგორ დავწეროთ რაღაც და მაგის გარდა გვაქვს ხოლმე სიმულაციები და ვლაპარაკობთ აი თქვათ მაგალითად მე უკვე მაგ ინტერვიუ გასავლელი რომელიმე კომპანიაში და შემძლა მივიდე ამათთან და ჩავნიშნო და სიმულაცია მომიწყო ზუსტად იგივე კომპანიაზე და მაგ მხრივ გვეხმარებიან საკმაოდ. ძალიან მაგარია. ხო, რახან სავალდებულო ანუ ჩვენ პროგრამაზე და ჩვენ უნივერსიტეტში ყოველთვის გავ.
Okay. ხო, ჩემს უნივერსიტეტშიც არის მსგავსი პროგრამები. ზოგ ფაკულტეტს აქვს ეგეთი აი mandatory internship-ები გასავლელი, ანუ მაგალითად ჩემი მეგობარი მათემატიკას სწავლობს, ანუ STEM პროგრამაშია და აი აუცილებლად უნდა გაიაროს ის თუ არ გაიგვრის მოკლედ ვერ დაამთავრებს უნივერსიტეტს. ჩემთან ეგრე არ არის, ანუ optional არის რეალურად internship-ის გავლა, მაგრამ მე პირადად აი არ ძალიან გამიმართლა, რომ დამიგროვდა ამ 4 წლის განმავლობაში სხვადასხვა internship-ები, რაც რეალურად Adelphi მომცა და დააფინანსა. პირველი იყო მეორე კურსზე ამირჩიეს Adelphi-ის youth representative-ად გაეროში, რაც ძალიან დიდი შესაძლებლობა იყო, იმიტომ რომ 1 წლის განმავლობაში UN PES-ი მქონდა და დავდიოდი UN-ის პრეზიდენტთან და secretary general-თან შეხვედრებზე და აი ამ civil society-ის შეხვედრებზე და ძალიან მაგარი შესაძლებლობა იყო და ის ჩვეულებრივად Adelphi მომცა, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ Adelphi-ის პროგრამა იყო და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი დრო გამეგზავნა ან UN-ში მეორე კურსზე არავინ არ მიყვანდა და ეგ შესაძლებლობა აქვს რეალურად Adelphi-ის, რომ ბევრ სხვადასხვა დეპარტამენტში აქვს ძალიან აი გაწერილი ისინი რა შესაძლებლობები და internship-ები. ეს რეალურად მთელი უნივერსიტეტისთვის იყო გახსნილი, მაგრამ რატომღაც ისე ხდება, რომ აი პოლიტიკური მეცნიერების სტუდენტებს უფრო ირჩევენ ძირითადად რა. წინა წელს ასევე მქონდა შესაძლებლობა, რომ ვაშინგტონში წავსულიყავი, იმიტომ რომ ჩემს პოლიტიკური მეცნიერების და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს აქვს ეგ ხელშეკრულება, აი ხა რაზეც ოთო მიკითხა თუ არსებობს ეგეთი პროგრამებიო, აქვს ხელშეკრულება The Washington Center, ესეთი ორგანიზაცია რეალურად, რომელიც იღებს სტუდენტებს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, სხვადასხვა ქვეყნებიდან ვაშინგტონში და ესე ვთქვათ, აი შეიძლება ხარ რომ გამოვიყერო, ანუ Tinder-ით არის რა, მოკლედ ადარებს იღებს სტუდენტს და matching-ი უნდა გაუკეთოს სხვა რაღაც ორგანიზაციას რა და თუ დამაჩნდებიან, მე სტუდენტი მიდის ამ ორგანიზაციაში. მეც მოკლედ ეს პროცესი გავიარე, ჯერ ნომინირებული ვიყავი უნივერსიტეტიდან, ჩემი დეპარტამენტიდან, მე იქ უნდა გამევლო აპლიკაციის პროცესი, უნდა ავირჩიე, რა ქვია, ორგანიზაციას, მეც უნდა ამერჩიე ორგანიზაცია, მე მქონდა ინტერვიუ და მოკლედ ამ გრძელი პროცესის მერე მოვხვდი NAIF-ის არის ეგეთი ორგანიზაცია, 5 წუთი იყო ზუსტად კაპიტოლიუმიდან 2000 ახლოს ერთ დღეს ჩვენ ვაშინგტონში ერთად ვიყავით, 16 წლისები რომ ვიყავით და ზუსტად თუ გახსოვს, ჩვენ რო სასტუმროში ვრჩებოდით, ზუსტად იმ სასტუმროს გვერდით იყო ჩემი სამსახური და აი მართლა ის ხორა რომ მეთქი meant to be და ანუ კი იცი რომ ცენტრში ვიყავი რა რეალურად და ძალიან გამიმართლა მაგხრივ რომ რავი ეგეთი შესაძლებლობა მქონდა თან ამ ჩემს სამსახურს ამ ჩემს სამსახურმა სტიპენდიაც მომცა და დამატებით ჩემო დეპარტამენტმაც სტიპენდია დამიმატა ამიტომ რეალურად როცა სხვა სტუდენტები მიდიოდნენ წაგებაში უხეშად რომ ვთქვათ იმ ხრივ რომ ანუ გადმოდიოდნენ ვაშინგტონში ეს დამატებითი ხარჯებია თან ძალიან ბევრ სტუდენტს არ უხდიდნენ ფულს მე რეალურად მაგხრივ გამიმართლა რომ ორი შემოსავალი მქონდა სხვადასხვა მხრიდან ეხა კიდე რაც შეეხება თვითონ კარიერულ შესაძლებლობებს, როგორც ანამ თქვა, ჩვენს გვაქვს ეგეთი პროგრამა, ანუ career readiness program, სადაც ეხა ერთი კვირის წინ მქონდა ეგეთი boot camp, სადაც შევედით და job interview-ები მქონდა, headshot-ები შეგვეძლო გადაგვეღო, სხვადასხვა ორგანიზაციები ეგრე მოდის recruitment-ისთვის, მაგრამ ჩემთვის პირადად დიდად ეგ ის არ არის რაღაც ხელის შემწყობი, იმიტომ რომ ძირითადად აი ბიზნესზე ორიენტირებული კომპანიები მოდიან რა, JP Morgan-ი, ან Morgan Stanley და ისეთი კომპანიები, რომლებსაც ხელშეკრულებები აქვთ Adelphi-სთან და ჩემთვის ეხლა დიდად საინტერესო არ არის მოკლედ მაგ ორგანიზაციებთან საუბარი, მაგრამ ნახოთ, ისეთი ამბები აქვს მეგობრებო სამსახურის ბონუსი რა იქნებ გადავიდე შევცვალა რამე ფაკულტეტის არა ქვია პროფესია. ეს ხუმრობით, მაგრამ მაგრამ კი Adelphi-ს აქვს ეგ ბევრი პატარა პროგრამები, რომ დაგეხმაროს კარიერის დაწყებაში რა. რეალურად მე ვიტყოდი, რომ შენზე არის ძალიან ბევრი დამოკიდებული, როგორ გამოიყენებ შესაძლებლობებს, რასაც უნივერსიტეტი გაძლევს. ეხლა ანაც რო საუბრობდა თავის გამოცდილებაზე, კი კარგია ეგ, ანუ ასე ვთქვათ, არ არის მორთმეული, მაგრამ კი კარგია, როცა ხელს გიწყობს უნივერსიტეტი და გეხმარება, მაგრამ შენ თუ არ იმუშავებ საკუთარ თავზე, შენ თუ არ გინდა რომ განვითარდე და არ გინდა რომ მაგარ ადგილას მოხვდე,
ის რომ უნივერსიტეტმა რაღაც ესე მოგცეს სხვადასხვა შესაძლებლობები დიდად არ დაგეხმარება მე ესე ვფიქრობ ამიტომ ზუსტად უნდა იყოს ხო საკუთარ თავზე აუცილებლად უნდა იმუშაოთ და თქვენ უნდა მიეწვეთ ერთი სიტყვით მაგ ამბავს აი საცხოვრებელი პირობები და ცხოვრების ხარჯები როგორია საცხოვრებლის მოძიება და ყოველდღიური ხარჯები ან თუ კამპუსში ხართ ნიუ-იორკში და პარიზში ევროპასა და ამერიკას შორის რო გავავლოთ პარალელი რომელი ქალაქი უფრო არის სტუდენტზე მორგებული ფინანსურად მე მგონი არც ერთი ნამდვილად აი პარიზი ნახდარ არის სტუდენტი არა მე ის ვიქნები ამ შემთხვევაში biased, იმიტომ რომ დედაჩემი აქ ცხოვრობს შესაბამისად ბევრი სტუდენტური ხარჯი რას უწევს სხვა სტუდენტებს რომ გადაიხადოს მოშორებული მაქვს, ამიტომ ვერ ვიტყვი, ესე ვერ გეტყვით, რომ აუიცით რა არის ესეა სიტუაცია, ან ესე პირადი გამოცდილებიდან, მაგრამ ზოგადად რაც ვიცი, განსაკუთრებით საერთაშორისო სტუდენტებისგან, არის ის, რომ კამპუსზე ცხოვრება რეალურად უფრო ძვირიჭდება, ანუ სემესტრულად და ამის გამო ძალიან ბევრი სტუდენტი ცხოვრობს კამპუსის გარეთ, ანუ ქირაობენ ერთ დიდ სახლს და მე ამ სახლში პატარა ოთახებში ნაწილდებიან და ეგ მე ბევრად უფრო ნაკლები ჯდება, ვიდრე კამპუსზე ცხოვრება. კამპუსზე ცხოვრების ბენეფიტები ის არის, რომ გაქვს შესაძლებლობა, რომ ნუ სულ კამპუსზე იყო, ხალხი გაიცნო, რაღაც ეგ community-ს შეგრძნება გქონდეს, რომ აინახე რაღაცა ყველას ვიცნობ, მანამ როგორც ხო, რომ ძალიან პატარა ისენი გვაქვს, რა დეპარტამენტებიო და პროგრამებიო. ეგ ბენეფიტები რა თქმა უნდა აქვს, უფრო ჩართული ხარ, მაგრამ ასევე ის პრობლემები, რაც უნივერსიტეტში არსებობს, მაგალითად კვება, მაგალითად სანიტარია და სხვადასხვა პრობლემები, ბევრად უფრო დიდ გავლენას ახდენს შენს ყოველდღიურობაზე რა, ვიდრე ხა მე რომ მივდივარ უნივერსიტეტში ლექციაზე, მე სამსახურში და მე უკან მოვდივარ. ანუ უფრო ვერიდები აი ამ პრობლემებს თუნდაც საკვებთან დაკავშირებით, სადაც ბევრი ამბობს, რომ ძალიან არ მოწონთ კამპუსის საჭმელი, როგორც სკოლის ბუფეტზე რა ამბობდნენ და არ ვარგო, რაღაცა ეგეთი თემა არის. ხო და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველას გამოცდილება მაინც განსხვავდება, ზოგს ძალიან მოწონს კამპუსზე ცხოვრება, მაგრამ ვიტყოდი, რომ კი უფრო ძვირი ჯდება საბოლოოდ, რომ შევადაროთ. საფრანგეთში ისევ რა თქმა უნდა გააჩნია ალბათ ვისად უნდა ცხოვრება და როგორ შეუძლია რომ იცხოვროს, იმიტომ რომ თუ პარიზში აი რასაც პარიზი ქვია მას ცხოვრება უნდა სტუდენტს, მაშინ აი ჯერ ძალიან პატარა ფართებია, დიდი ფართები არც ქირავდება ეგრე და მაგის გარდა ფასიც რა თქმა უნდა, ისაც ფასს რო თავი დავანებოთ, ძალიან რთულია. იმხელა რიგები დგას, შეიძლება ვიღაცას წლები მოუწევს რიგში დგომა, რომ ის სახლი რაც უნდა რომ იქირავს და მე ახლა ვარ კამპუსში, მეორე წელი უკვე კამპუსში ვარ და აქ რაც არის ახლა განსხვავებული ის არის რომ პარიზში რო იმენა ცენტრში რო არ ვარ, უფრო შედარებით დიდი სივრცეც მაქვს და ისეთ სივრცე მაქვს როგორც მინდა რომ მქონდეს უფრო დიდი არც ვჭირდება და უფრო პატარას არ ექნება ყოფილიყო და ასევე ანუ საფრანგეთში რაც არის ესე უცხოელებისთვის ორგანიზაცია არის ქუსი და ამ ქუს აქვს თავისი კამპუსები და უცხო სტუდენტებსაც უნდა საფრანგეთში ჩამოსვლა და სწავლა შეუძლიათ რომ ამ ქუსის პროგრამა გაიარონ და ქუსი აძლევს საცხოვრებელსაც და ზებოდან შეიძლება სტიპენდიაც მისცეს და მაგის გარდა ასევე არის პროგრამა კაფი ქვია და კაფეზე რეგისტრირდებიან უცხოელები ისე იმიტომ რომ ეგეც უცხოელებისთვის არის და აი ვთქვათ რაღაცა პროცენტი რაც ფრანგებს გადასახდელი აქვს შეიძლება ჩვენ დაგვიბრუნდეს როგორც უცხოელ სტუდენტებს და მაგ მხრივაც ეგ დადებითი აქვს და სხვა რა შემიძლია თქვა სხვა ის არის რომ კამპუსეც დიდი მოთხოვნებია ძალიან და მაგაზეც მე რო ჩავაბარე აქ აპრილში უკვე თებერვალში უკვე ვიცოდი რომ აქ მოვდიოდი და მარტში რო დავიწყე ძებნა მარტში უკვე ძალიან გამიჭირდა სექტემბრისთვის იმდან დიდი იყო მოთხოვნა მომავალი გეგმები ამ გამოცდილებამ როგორ შეცვალა თქვენი ხედვა მომავალზე დარჩენა შეგიძლიათ სწავლის შემდეგ გიჩვენიათ თუ დაბრუნება გსურთ საქართველოში ან სადმე სხვაგან თითოეულ თქვენთანგან თან შეკითხვა უცებ უპასუხებ იმიტომ რომ უნდა გავიქცე ლექცია მაგაცუჩი ნუ პირველ რიგში მადლობა მართლა ძალიან საინტერესო იყო ეს დიალოგი იმიტომ რომ ბევრი რამე არ ვიცოდი
ფრანგულ სტუდენტურ ცხოვრებაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამიტომ ძალიან საინტერესო იყო ანა შენთან ერთად საუბარი და შედარებები აი ამ განსხვავებების და მოკლედ ერთნაირი რაღაცების. ოთო შენ ძალიან დიდი მადლობა რომ ესე ანათლებ ჩვენს ახალ თაობას და ზრუნავ მათ განვითარებაზე და განათლებაზე. ჩემს მომავალ პერსპექტივებზე რო გესაუბროთ, პოლიტიკური მეცნიერების სტუდენტი ვარ. თუ ადევნებთ თვალს ბოლო დროიდან პოლიტიკური მოვლენების განვითარებას ამერიკაში ალბათ იცის რომ რთული არის ამ პროფესიაში მუშაობა. ახლა მით უმეტეს საერთაშორისო სტუდენტისთვის მე პირადად სიმართლე გითხრათ უკვე თავს უკვე ვცდილობ რომ ცოტა აი არ გამოჩნდა, იმიტომ რომ ბევრი შემთხვევა არის, რომ აი საერთაშორისო სტუდენტების თარგეტი ხდება. ან თარგეტებად ყავთ საერთაშორისო სტუდენტები, ვინც ჩართული არიან აქტივიზმში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მეც ძალიან აქტიური სტუდენტი ვარ სხვადასხვა ორგანიზაციებში მუშაობ, სტაჟირება მაქვს მოკლედ ეგ კავშირები. შესაბამისად რაღაც ამ ეტაპზე ვარ, რომ გაურკვევლად ვარ რა უქნა, როგორ უქნა და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა რადგან მომთავრებ უნივერსიტეტებს, რა თქმა უნდა, სამსახურებს ვეძებ, აი ამ პროცესში ვარ ჩართული, რაც ძალიან რთული არის და როცა ჩამოხვალთ და როცა მაგ ეტაპზე მიხვალთ, აი მენტალურად მოემზადეთ მეგობრებო, რომ უამრავ რეჯექშენს მიიღებთ, აი ჯერჯერობით ყველა რეჯექშენი მაქვს მოსული, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს, ანუ ეგ არის რეალურად ნაწილი არის რა მაგ job search-ის და მენტალურად არ გატყდეთ. მომავალში მართლა გულწრფელად მინდა რომ ჩამოვიდე საქართველოში. მომავალში გულისხმობ ალბათ რაღაც 7-8 წელს, იმიტომ რომ მაგისტრატურაც მინდა რომ გავიარო ამერიკაში. დაახლოებით რაღაც 1-2 წელიწადში ბაკალავრის დამთავრების შემდეგ. და ჩემი ინტერესები არის საერთაშორისო ურთიერთობები, მე მაგისტრატურისთვის დიპლომატია, მედიაცია და მოკლედ ეგეთი ამბები და ვნახოთ მე რამდენიმე წლის მერე ვუყურებ ამ ვიდეოს და ვნახოთ მე თუ გამომსვლია. ჩავწეროთ კიდევ ერთი რამდენად. რეალური ბოლოდინები იყო. ის არის თუ იცით ბილი აილიში ვაკეთებს Vanity Fair-თან ყოველ წელს ერთ და იგივე ინტერვიუს. შეიძლება არ გაქვს ნანახი, მოკლედ იგივე შეკითხვებს უსვამენ, ოღონდ ყოველ წელს რა და აი რეფლექშენია. კი, ბერმა გააკეთა არა მარტო ბილი. ზოგმა რამდენი წლის მერე სხვა. შეგვიძლია ეგეთ რამე გავაკეთოთ. გავაკეთოთ აუცილებლად. თეცა ძალიან საინტერესო იყო ახლა ამერიკის და საფრანგეთის სისტემების შედარება და მეც ახლა სამომავლოდ ბაკალავრს რო დავამთავრებ, ალბათ მაგისტრატურასაც არ გავმილი და მე ვნახოთ მაშინ. აი 10 წელიწადში ჩავწეროთ ისევ და მე ვნახოთ. მაშინ არ ვიტყვი. კარგი იყო. მადლობა მოკლედ რომ შემოყვანეთ ჩვენს ინტერვიუზე. აუცილებლად დარწმუნებული ვარ რომ გამოადგება ჩვენს მაყურებელს და ჩვენს მომხმარებელს და შეიძლება თუ შანსი მიეცეთ ჩვენ მომხმარებლები თვითონ შეგხვდეთ თქვენ პირადშიც და პირადში გავზიაროთ ეს რჩევები. მათ ჩემთვის ეს ყველაზე მეტად გამოადგებათ. აბა კარგად იყავით ყველას წარმატებები და ყველაფერი კარგად იქნება. კარგად მადლობა.